რატომ არის USB Type-C საუკეთესო არჩევანი სწრაფი დატენვისთვის? სალამი ინჟინერის მოყვარულებო. დღეს გავხსნით თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოსა და საოცრებას. რატომ გახდა USB-C სწრაფი დატენვის მეფე? როგორ შეძლო ასეთი კომპაქტური კონექტორისთვის ადრე წარმოუდგენელი სიმძლავრეების გადაცემა? როცა ჩვენს მოწყობილობების დატენვაზე ვფიქრობთ, სიჩქარე გადამწყვეტი ფაქტორია. მაგრამ რა აძლევს USB Type-C საშუალებას ასე სწრაფად მიაწოდოს ამდენი ენერგია? პასუხი იმაშია, რომ ეს არის ფიზიკური დიზაინისა და მოწინავე საკომუნიკაციო პროტოკოლების ჭკვიანური კომბინაცია. სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით, USB Type-C თავიდანვე ისეა დაპროექტებული, რომ გაცილებით დიდი ენერგიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ის მხოლოდ რევერსირებადი და მოსახერხებელი კონექტორი არ არის, ის ნამდვილი მინიატურული ენერგიის სადგურია. მაგრამ როგორ ახერხებს ამას, როცა სხვა კონექტორები ძლივს ცდებოდნენ 10 ან 15 ვატს? კონექტორის ენერგიის გადატანის უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული მის შიდა აგებულებასთან და განსაკუთრებით მის დინგამტარი ბილიკებისა და გამტარების ზომებთან. წარმოიდგინე გზა. რაც უფრო ფართოა ეს გზა, მით მეტი მანქანა შეუძლია ერთდროულად გაიაროს მასზე. ინივე პრინციპით, USB Type-C კონექტორის შიგნით არსებული პინები და დინგამტარი ბილიკები გადაკეთებულია, რომ უფრო გამძლე და მრავალრიცხოვანი იყოს. ხოლო ძველ კონექტორებს მხოლოდ რამდენიმე ენერგიისთვის განკუთვნილი პინი ჰქონდათ და თხელი იყო. USB Type-C-ს 24 პინი აქვს. მათგან ბევრი ენერგიის მიწოდებასა და დამიწებას ემსახურება და ფიზიკურად უფრო გამძლეა მაღალი ელექტრული დენის გასატარებლად. ეს ნიშნავს, რომ მეტი ელექტროენერგია შეიძლება გაიაროს მათში სისტემის გადატვირთვის გარეშე. მაგრამ საკმარისია მხოლოდ უფრო ფართოგამტარი ბილიკების ქონა სწრაფი და უსაფრთხო დატენვის უზრუნველსაყოფად. დიახ, ეს მხოლოდ ზომაზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ როგორ იმართება ეს ენერგია. სწრაფი დატენვის ინჟინერიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ელექტრული წინააღმდეგობა და შედეგად წარმოქმნილი სითბოს გაფანტოა. ელექტროენერგია, როდესაც გამტარში გადის, გარკვეულ წინააღმდეგობას ხვდება და ეს წინააღმდეგობა სითბოს წარმოქმნის. რაც უფრო მაღალია დენი და ძაბვა, რომელსაც ცდილობთ გაატაროთ კაბელში ან კონექტორში, მით უფრო მეტი სითბო წარმოიქმნება. ეს გამას, როგორც ცდილობთ ძალიან ბევრი წყალი გაატაროთ წვიმ შლანგში. წნევა იზრდება და შლანგით შეიძლება გასკბეს. სწრაფი დატენვის კონტექსტში, თუ სითბო ეფექტურად არ გაიფანტა, შეიძლება დააზიანოს კაბელი, კონექტორი ან თუდაც ის მოწყობილობა, რომელიც იტენება. ინჟინრებმა USB Type-C და მასთან დაკავშირებული კაბელები უნდა დააპროექტეს ისეთი მასალებითა და გეომეტრიით, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს წინააღმდეგობას და მაქსიმალურად ზრდის თერმულ გაფანტვას. მაგრამ როგორ ურთიერთობენ მოწყობილობა და დამტენი, რათა გადაწყვიტონ რამდენი ენერგიის მიწოდება შეიძლება გადახურების გარეშე? აქ შემოდის USB Power Delivery, ანუ USB PD, ინტელექტუალური კომუნიკაციის პროტოკოლი, რომელიც არის Twin Type-C-ის სწრაფი დამუხტვის უკან. USB PD მხოლოდ აპარატურული სტანდარტი არ არის, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს დამტენსა და მოწყობილობას მოლაპარაკება აწარმოონ ენერგიის იდეალურ რაოდენობაზე და მიაწოდონ ის. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მიაწოდოს ფიქსირებული ძაბვა, მაგალითად, ჩვეულებრივი 5 ვოლტი, რასაც ხედავთ დამტემებში, USB PD საშუალებას აძლევს ძაბვა დარეგულირდეს უფრო მაღალ დონეებზე, როგორიცაა 9, 12, 15 ან თუნდაც 20 ვოლტი. და დენი ასევე შეიძლება შეიცვალოს. ეს პატარა დაფა ჩემს ხელში არის სწორედ PD ტექნოლოგიის მქონე პლატა, სადაც შემიძლია მართო გამოსასვლელი ძაბვა ღილაკის საშუალებით, ის ასევე იყენებს PD ტექნოლოგიის მქონე დამტენს. და მე უკვე გადავიღე ვიდეო ჩემს არხზე, სადაც ვაჩვენებ, როგორ მუშაობს ეს და როგორ შეგიძლიათ მართო ძაბვა. და ამ ვიდეოს ბოლოს დავტოვებ ბარათს იმ ვიდეოსთვის, რადგან ძალიან საინტერესოა ამის მუშაობის ნახვა. და ეს კრიტიკულია, რადგან როგორც ფიზიკიდან ვიცით, სიმძლავრე არის ძაბვისა და დენის ნამრავლი, როგორც ეკრანზე ნაჩვენე ფორმულიდან ჩანს. ძაბვის გაზრდით შესაძლებელია იგივე სიმძლავრის მიწოდება ნაკლები დენით, რაც ამცირებს სითბოს წარმოქმნას კაბელში და კონექტორში.
საწყის ეტაპზე USB PD საშუალებას აძლევდა მაქსიმუმ 100 Watts, მაგრამ ბოლო დროის რეალიზაციები უკვე მხარს უჭერს შთამბეჭდავ 240 Watts, რაც გზას უხსნის მაღალი წარმადობის ნოუთბუქებისა და თუნდაც მონიტორების დამუხტვას. მაგრამ ამდენი სიმძლავრის გადაცემისას, როგორ უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი მოწყობილობები დაცულია გაუმართავობისგან? უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია და ტიპი C-ის სწრაფი დამუხტვის ინჟინერია მოიცავს ძლავ დაცვის სისტემებს. დაცვითი წრეები გადატვირთვისა და მოკლე ჩართვისგან აბსოლუტურად აუცილებელია. გადატვირთვა ხდება მაშინ, როდესაც მოწყობილობა ცდილობს მიიღოს მეტი ენერგია, ვიდრე დამტენი ან კაბელი შეუძლია მიაწოდოს. ან როდესაც დამტენი ცდილობს მიაწოდოს მეტი ენერგია, ვიდრე მოწყობილობას შეუძლია მიიღოს. მოკლე ჩართვა კი თავის მხრივ არის დაბალი წინააღმდეგობის შემთხვევითი შეერთება, რაც შეიძლება გამოიწვიოს დენის გადაჭარბებული ნაკადი, უკიდურესი გაცხელება და პოტენციური ხანძრის რისკი. ამ საშიში სცენარების თავიდან ასაცილებლად USB ტიპის C დამტენები და მოწყობილობები PD ტექნოლოგიით შეიცავს ენერგიის მართვის ჩიპებს, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ ძაბვასა და დენს. თუ ისინი აღმოაჩენენ რაიმე ანომალიას, შეუძლიათ მკისიერად შეწყვიტონ ენერგიის მიწოდება. ეს იცავს როგორც დამტენს, ასევე მოწყობილობას. მაგრამ ფიზიკური კომპონენტების ხარისხიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ უსაფრთხოებაში, არა? მართალია, გამტარების მასალების არჩევა კრიტიკული ასპექტია C ტიპის ინჟინერიაში. მაქსიმალური ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღალი ხარისხის კაბელები და კონექტორები იყენებენ მასალებს, რომლებსაც აქვთ შესანიშნავი ელექტროგამტარობა. სპილენძი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მასალაა კაბელის შიგნით გამტარი მავთულებებისთვის. მისი დაბალი ელექტრული წინაღობისა და გონივრული ღირებულების გამო. თუმცა, თავად კონექტორის მეტალის კონტაქტებისთვის, სადაც ფიზიკური შეერთება ხდება, ხშირად გამოიყენება ოქრო. მაგრამ რატომ ოქრო? მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ძვირია, ოქრო შესანიშნავი გამტარია და რაც გთავარია, ძალიან მდგრადია კოროზიისა და ჟანგვის მიმართ. ეს უზრუნველყოფს, რომ ელექტრული შეერთება დარჩეს სტაბილური და დაბალი წინააღმდეგობის მქონე დროთა განმავლობაში, თუნდაც ასობით ან ათასობით წლის შემდეგ. დაჟანგული ან ოქსიდირებული შეერთება გაზრდიდა წინააღმდეგობას, გამოიწვევდა მეტ სითბოს და დააზიანებდა სწრაფი დატენვის მუშაობას. მაგრამ რა ხდება, როცა ამ მასალებზე ვზოგავთ და დაბალი ხარისხის კაბელებს ვირჩევთ? თავსებადობა და უსაფრთხოება სერიოზულად ზიანდება, როცა იყენებთ დაბალი ხარისხის კაბელებს. IAP და ცუდად აწყობილი USB ტიპი C კაბელი შეიძლება არ შეიცავდეს საკმარის სპილენძის გამტარებს. შეიძლება გამოყენებული იყოს დაბალი ხარისხის საკონტაქტო მასალები, ან რაც კიდევ უარესია, შეიძლება არ იყოს ჩასმული სწორი იდენტიფიკაციის რეზისტორები, ან საჭირო დაცვის სქემები. ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემებს, დაწყებული ნელი და არაეფექტური დატენვით, დამთავრებული სერიოზული რისკებით, როგორიცაა გადახურება, მოწყობილობის ან დამტენის დაზიანება და ხანძარიც კი. ტიპი C-ს ინჟინერია მტკიცია, მაგრამ ის ყველა კომპონენტი სანდოობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ სანდო და სერტიფიცირებულ კაბელებსა და დამტენებში ინვესტირება აუცილებელია, რათა სწრაფი დატენვის უპირატესობები უსაფრთხოდ გამოიყენოთ. მაგრამ რას გვიმზადებს მომავალი ამ ტექნოლოგიისთვის? მომავალი სწრაფი დატენვისთვის ტიპი C-ით პერსპექტიულია და განაგრძობს განვითარებას. ტენდენციები მიუთითებს კიდევ უფრო მაღალ სიმძლავრეებზე. ახალი SBPD სპეციფიკაციების განვითარებით, რომლებიც შეიძლება 240 ვოლტზე მეტსაც კი გასცდეს. ეს საშუალებას მოგცემს დავტენოთ კიდევ უფრო მომთხოვნი მოწყობილობები, როგორიცაა პორტატული სამუშაო სადგურები და თუნდაც მსუბუქი ელექტრომობილები. გარდა ამისა, ინჟინერია კონცენტრირებულია დამტენების კიდევ უფრო მცირე და ეფექტურ მოწყობილობებად გადაქცევაზე. ისინი იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა გალიუმის ნიტრიდი, რათა შეამცირონ ენერგიის ადაპტერების ზომა და წონა, ამავე დროს შეინარჩუნონ ან თუნდაც გაზარდონ სიმძლავრე. სწრაფი დამუხტვის ინტეგრაცია უფრო მეტ მოწყობილობაში, სტანდარტიზაცია და კიდევ უფრო უსაფრთხო და გამძლე გადაწყვეტილებების ძიება ამ სფეროში უწყვეტი ინოვაციის საყრდენებია. USB ტიპის C მხოლოდ კონექტორი არ არის, ეს ენერგიის პლატფორმა, რომელიც აყალიბებს იმას, თუ როგორ ურთიერთობ ჩვენს მოწყობილობებთან. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი.
e se achar nosso conteúdo. თუ დაინტერესდი განიხილე წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. და თუ აქამდე მოხვედი, გიწვევთ რომ გადახედო კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ მიუშვირე შენი მობილური აქ გვერდზე არსებულ QR კოდს ან დააკლიკე აღწერაში მოცემულ ბულს ჩვენს კურსებზე. იქ ნახავ Excel-ის, სამგანზომილებიანი მოდელების AutoCAD-ის, ორატორობის და სხვა მრავალ კურსს. ეს კურსები ჩვენ მიერ შერჩეულია. რომელთა ხარისხსაც ჩვენ ვადასტურებთ. ასე რომ თუ გინდა კარიერაში წინ წასვლა, ნამდვილად ღირს ნახვა. და შენ დაფიქრებულ ხარ ოდესმე იმ მთელ ინჟინერიაზე, რაც იმ პატარა კაბელის უკან დგას, რომელიც შენს ტელეფონს წუთებში ტენის. რა იყო ყველაზე დიდი სიმძლავრე, რაც ოდესმე გინახავს მოწყობილობის დატენვისას? Ligar via USB tipo C. დატოვე კომენტარი ქვემოთ და გააზიარე შენი გამოცდილება. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულება. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.